შუადღე მშვიდობის მშვიდობის, აბა როგორ ხართ? ფანტასტიკური დღე არის, დღეს არის სამშაბათი, 2 თებერვალი და რაც იმას ნიშნავს, დათოს როცა ვხედავთ ხოლმე, ამას ტრადიციულად ვამბობთ, რომ ძალიან საინტერესო დღე იქნება, თან ძალზედ მუსიკალური აუცილებლად, თუმცა როგორც ყოველთვის ეს არ იქნება ჩვენი ერთადერთი თემა, მუსიკასაც გავსწრებით, ბევრი საინტერესო გელით, ვისაც დრო გაქვთ 2 საათნახევარი, მოდი ნახეთ ჩვენთან ერთად ვიდეო ანონსი და გაიგებთ რას ნახავთ დღევანდელ შუადღეში. მათ მუსიკას ერთ მიმდინარეობაში ვერ მოაქცევ. ჯგუფის თითოეულ წევრს გამორჩეული შტრიხი აქვს. უკრავენ კლასიკას, ჯაზს, ეთნო-ჯაზს, როკს და რეპს. თავიდან ქავერებს ასრულებდნენ, თუმცა მალევე საკუთარი სიმღერების და კომპოზიციების შექმნაც დაიწყეს. გაჩნდა ჯგუფის სახელწოდებაც The Window. ამბობენ, რომ როგორც ყველა ფანჯარას, მათ ფანჯარასაც მრავალი ხედი აქვს. მალე ჯგუფი პირველ ალბომს გამოუშვებს. 11 მარტს კი იგეგმება პირველი კლიპის პრეზენტაცია სიმღერაზე Color of the Sun. Mardi Gras, ნიუ-ორლეანური ფესტივალის ქართული ანალოგი საქართველოში სალონ ზაზანოვაში ჩატარდება. ნიღბებიანი კარნავალი და მსვლელობა. რას გვპირდება ეს ფესტივალი და საიდან იღებს იგი სათავეს? კიდევ ერთი სიახლე მუსიკოსისგან. თანამედროვე ოპერა გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველის მიხედვით, რომლის პრემიერაც მაისში იგეგმება. GDS შუადღის სტუმარი ზაზა მარჯანიშვილი თავად გვიამბობს იმ საინტერესო პროექტებზე, რომლებზეც ამჟამად მუშაობს. 4-ვარსკვლავიანი ფეშენებელური სასტუმრო აბასთუმანში. საუკეთესო რეალურთან მიახლოებული პანორამები თქვენი საყვარელი ქალაქებიდან, მათ შორის ძველი თბილისიდან. თაობების საყვარელი თოჯინა ბარბი, რომელიც ისე გარდაიქმნა, შეიძლება ვეღარც ვიცნოთ. და სხვა სახალისო თუ შემეცნებითი ახალი ამბები, როგორც ქართული, ისე უცხოური საინფორმაციო სივრციდან. დაელოდეთ GDS შუადღის მესამე ნაწილს, მცირე ლირიკული გადახვევა მთავარი მუსიკალური ხაზიდან. როგორ ვასწავლოთ პატარებს ფერების გარჩევა? მარტივი არითმეტიკა თუ ანბანი? რთული ამოცანა მაშინვე გამარტივდება თუ ამ საქმეში ჟირაფ ჟოზეს დავიხმართ. ერთად გავიცნოთ სტუდია ველოსიპედი და მათი შემეცნებით გასართობი ანიმაციური სერიები ბავშვებისათვის. გამოგონება, რომელიც ფუჭ ელექტრომაგნიტურ ენერგიას სასარგებლოდ გარდაქმნის. მოწყობილობა, რომელიც სოფელს ან დაუსახლებელ ადგილს ენერგიით უზრუნველყოფს. სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ჰარვესტერ რეციკლერი მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ლეონარდო და ვინჩის გრან-პრის მფლობელი გახდა. გაზაფხულზე კონკურსის 4 გამარჯვებული პროექტი ინტელის საერთაშორისო საინჟინრო გამოფენაში Intel ISF-ში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი სტუმრები პატარა გამომგონებლები არიან, რომლებიც არაჩვეულებრივ გამოგონებას წარმოგვიდგენენ. სოფლიოში ავტოავარიების შედეგად 2 წუთში 5 ადამიანი იღუპება. ყველაზე ხშირად კი ავტოკატასტროფები ზამთარში ხდება. გადაჭარბებული სიჩქარე, შეუმოწმებელი ავტომობილები, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლები. ამ ყველაფერს მოყინული ქუჩები, არასწორად შერჩეული საბურავები და სხვა პრობლემები ემატება. როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთარში და რა ზომები მივიღოთ იმისთვის, რომ ზამთარი ერთად და უსაფრთხოდ გადავაგოროთ? Don't think I'm silly, little foolish kid.
but you will not guess main part. You wanna seek one point to basic chart. Hey, just stop wearing my striped shirt. For my skin by your attractive pose. ჩვეულებრივად დაიწყო ჩვენი GDS შოა. დღე ძალიან დიდი მადლობა და დიდი სიამოვნებით მინდა წარმატკინო შემდეგი ჯგუფი. ჯგუფი Window, რომელიც არის აბსოლუტურად განსხვავებული და მათ მუსიკას ნამდვილად ერთ მიმდინარეობაში ვერ გავაერთიანებთ და ფაქტი სახეზე არის. ჩვენ ვუყურებთ 4 საოცარ ადამიანს, რომელიც ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება, რომ ეს შტრიხიც შეგაქვთ თქვენს მუსიკაში. პირდაპირ წარმატკინ ჩვენი ჯგუფის წევრებს ნინო ისაკაძე, თამარ ახალკაცი, მარიამ წიბახაშვილი, დათო თავაძე და ქალბატონი თინათინ მენაბდი ჯგუფის პროდიუსერი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან მიხარია რომ მოხვდით. ორჯერ ქონდა საშუალება ერთხელ 26 მაისის კონცერტზე და ასევე ირაკლი ჩარკვიანის მისულ კონცერტზე. და ორივეჯერ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ თქვენი ჯგუფისგან. მე პლუს წავიკითხე ისტორია ყველამ სამივემ. თქვენ გამახსენდათ ჩემი ჯგუფის ისტორია როგორ შედგა და იქნებ მოყვე. აი ძალიან საინტერესო ისტორია ზუსტად როგორ და რანაირად შედგა ეს ჯგუფი. ჩვენ როგორც ვიცით ჯგუფი 2009 წელს დაარსდა და ის საინტერესო ისტორია თქვენ როგორ შეიკრიბეთ საბოლოო ჯამში. ნამდვილად ძალიან საინტერესოა. ამას დიდო მოყვება. სადაც არ მივიდიოთ ყველგან ამას გვეკითხებიან და უკვე ეს აწყობილი წყობს. რა უნდა მოყვება? ჩვენთან თუ სხვადასხვა მოყვება. არა, შევსწრები რაღაც მოკლედ ესე იგი ყველაფერი დაიწყო ძალიან ისე სპონტანურად, არანაირად არ იგეგმებოდა არაფერი. თუმცა ყოველთვის მინდოდა რომ ჯგუფი შემექმნა ბავშვობიდან, სადღაც მე-9 კლასიდან დავიწყე გიტარაზე დაკვრა და მუსიკალური განათლებაც გაქვს. მუსიკალური განათლება გიტარის მხრივ არა, ეს ჩემი თუ ისწავლე და ისე 10 წლები მაქვს დამთავრებული ხელოვნების სკოლის გუნდზე დავდიოდი და პრინციპში მუსიკალური განათლება გაქვს. ხო, მუსიკალური განათლება მაქვს. მაგრამ მაინც ლუხაჩი. თუმცა აი რა ვქნა, მაინც ლუხაჩი. კარგი ლუხაჩია ეს. კარგი და დაიწყო ყველაფერი ისე რომ მე და თამუნა შევხვდით ერთმანეთს, თამუნას ეცინება. გავიცანი, გამოცნეს როგორც აი ზუსტად ესე ვიტყვი სკრიპკა, კარგი სკრიპკა მითხრეს და ვიოლინო არა სკრიპკა. ხო, აი სკრიპკაო ესე და გავიცანი, დაუკარით 1-2 მელოდია ჩემთან სახლში, პირველი იყო როგორც მახსოვს Radiohead-ის Creep. კი, და მივხვდი რომ რაღაც უნდა გავეკეთებინა ერთად. თუმცა ეს სპონტანურად იყო ყველაფერი როგორც გითხარით და სერიოზული სახე ამას არ ქონდა. მე დიდმა წიბახამ გადაგიღოთ ფოტო და მოვიდა.
ეს საინტერესო ჩართო, ეს უნდა ჩართოთ ისტორიაში საინტერესო. აკაც ჩემი მეგობრის შვილები არიან, ასე რომ ვერ გაურბივართ ამას. გამახსენდა რომ დათო თავაძე, რომელიც არის ჩემი უახლოესი ნათესავი, ჩემი ბიძაშვილიშვილია. ყველაფერი ახლობლობაა საქართველოს სიმეს. საბოლოოდან უსვედით. დათო პრინციპში ეს პატარა რო იყო, მაშინაც რაღაცებს მაშებოდი. შვენიერი ფლეიტისტი. კი, მშვენიერი კი არა, ვიტყოდი რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი სერიოზული მუსიკოსია, იმის გარდა რომ ფლეიტაზე ძალიან მაგრა უკრავს მართლა. ნამდვილად ეგრეა. თან როგორც მე ვიცი თითეული არ არის მხოლოდ შემსრულებელი, კომპოზიციის შექმნას ყველა იღებს მონაწილეობას, ხო? იცით როგორ ხდება, სიმღერას ვწერმე და უშუალოდ ტექსტი სიმღერა იწერება, მე ერთად ვჩდებით და ვაკეთებთ ერთად, ანუ არანჟირებას. აი ეგეც ძალიან საინტერესო. ეს არის ყველაზე საინტერესო პროცესი. არანჟირების გარდა დაუშვათ მე როდესაც ჩაწერა ხდება, დათოს თავის home record studio აქვს და იქ ვიწერთ, უბრალოდ სახლის სტუდიაა. სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ისეთ როგორც ყველა საქართველოს. კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს ეს ტრადიციას გადაიქცა ჩვენს მეცენატებს და სპონსორებს რომ მიაქციონ ყურადღება ძალიან საინტერესო ჯგუფს და რაც ნიშანდობლივია ამ შემთხვევაში და რაც მე ძალიან მომწონს უკრავენ აკუსტიკურ ვერსიას ამფლაქს ეს გვარს ოღონდ ეს არ არის ამფლაქი როცა უკვე გაკეთებული გაქვს ელექტროვერსიები პირდაპირ ამფლაქში იწერება ეს მუსიკა და აბსოლუტურად სრულყოფილია რაც საწმინდა ხაზი გაუსვა რა ალბომზე მუშაობა ჩადგმას გავაკეთებ იმ ისტორიიდან უბრალოდ ალბომს ვაკეთებთ ახლა ვიწერთ ორი სიმღერა დაგვრჩა პრინციპში და შემდგომ უკვე გვინდა რომ რაღაც record studio-მ თავისი ბოლო mixing-ი გააკეთოს და იქნება რა ლეიბლი ჯერჯერობით არა თუ საინტერესო ალბომზეც მოგვიანებით ვისაუბროთ ნინო საინტერესო მიმდინარეობა რა როგორ დაარქმევდით რა მიმდინარეობა და საინტერესოა აი ამ მიმდინარეობამდე ამის ჩამოყალიბებამდე რა გზა გაიარეთ და როგორ მიაგენით იმიტომ რომ აი საოცარი სინთეზი არის როგორ მიაგნეს ესეც საინტერესოა ძალიან მიუყვებით იმას რომ ბას ინსტრუმენტი საჭირო აღმოჩნდა ჩვენ შემთხვევაში ჩვენ კონტრაბასზე უკრავს და ხმარობს სლებს რაც კონტრაბასზე ვიოლონჩელზე კონტრაბასის და ბასის მაგირო და პირველად ნახე ვიოლონჩელზე სლებს ხმარობს. კი, ჩვენ თავიდან გქონდა გადავწყვიტეთ რომ ყოლოდა კონტრაბასი, თუმცა ძალიან ბევრი კი ნამდვილად ძალიან ბევრი ვეძებეთ, პრობლემა აღმოჩნდა როგორც ჩანს და ამის გულისთვის წავედით პიაცოლას კონცერტზე რომ მოგვესმინა ჩელოსთვის და იქ რაღაც სასწაულები მოხდა. მოკლედ მე დაგეხმარებ მე ვიცი ორი ძალიან სერიოზულ ადამიანთან მქონდათ შეხვედრა მანონამენებთან რომელთანაც საკმაოდ დიდი გზები დაგჭირდათ რომ ბოლოს თქვენი პროდიუსერი გავხდარიყო. ძალიან საინტერესო ისტორია. თინამ აბსოლუტურად ესე მოისმინა როგორც ყველაფერი სპონტანურად მოხდა ჩვენთან, ჩემთან სახლში ძალიან სასაცილო ამბავს გეტყვით რომ პირველად ნინოს და რომეოლის სახლში არ მივსულა არანაირად მუსიკის მოსასმენად მივედით საცივი საჭმელად აბსოლუტურად საცივი შევჭამე ძალიან ბევრი და იმდენი ვჭამე რომ ახალი წელი იყო ახალი წლის მეორე დღე იყო ორი ბედობის დღე იყო და მე ძალიან მინდა რადგან იცოდა ეხა ჩემი წარმომავლობა ასე ვთქვათ მუსიკალური მე მანანას მანამდე ვიცნობდი მე მანანა წავიდა მოსკოვში რაღაც გასტროლები ქონდა კონცერტები ასე შემდეგ და მომესმინა რაღაც არც არაფერი არ იყო ჯერ ისე ჩამოყალიბებული და დაურეკა ჩვენს ბაბატონ თამარს ამიგოს რომ და ძალიან გთხოვოთ ჩამოდიო რაღაც ესეთ დავესა ქონდათ რაღაც გადალაპარაკება და დავა და მოკლედ ჩამოვიდა და რაკენიო ესე კითხება და მივანარცხეო ბავშვები ხოდაი მე მივხვდი რომ ესენი არიან გიჟები რომლებთანაც მე შეიძლება ვიმდა რომ დაუკრეს აი პირველი კრიპი დაუკარეთ სულად დაუკარეთ ზოგადად კავერებს უკრავდით ხო? კავერებს უკრავდით. ერთი წელი ვაკეთებდით კავერებს. ეს კავერებიც იყო განსხვავებული ერთმანეთისგან. შესაბამისად ვეძებდით საითკენ წავსულიყავთ. რეალურად ხა ჩვენ ანუ სიმღერებს რასაც მოусმენთ ალბათ თქვენც და ნახავთ ერთი აი იმაში ვერ მოხარშავ. ანუ არ არის ეს მიმდინარეობა. მიმდინარეობა მე მაინც ვიტყოდი ჩემს აზრს. მაინც რაღაც ალტერნატიული მუსიკის პროგრესულ ექსპერიმენტულ ეთნო აი ესე მაქვს ერთი არ არის რამოდენიმე ეს და ამ ალბომს რომელსაც აპირებთ
მარტო ინგლისურენოვანი სიმღერები შევა თუ ქართულებიც იქნება? იცით რა, ამ ეტაპზე ერთი ქართული სიმღერა მაქვს გაკეთებული, რომელსაც თინასთან ერთად ვასრულებ და მინდა გავაკეთო ელექტრონულ საუნდთან ერთად რაღაც ექსპერიმენტი, ხო? სემპლებთან ერთად. ხო და ანუ თუ გამოვა იქამდე სანამ ჩვენ ჩავწერთ თუ არა და მე სინგლადაც შეიძლება გაკეთება. და ძალიან მომწონს სახელი Windows და თქვენ როგორც ახსენეთ ჩვენთან ანოტაციებში ეს ის ფანჯრებია, სადაც თქვენ შეგიძლიათ გაიხედოთ და მთელი სამყარო გვხვდებოდა, ასევე ამ ფანჯრებს შეუძლიათ შემოიხედოთ. ჩვენ შემოიხედოთ და ჩვენგანაც გაიხედოთ. ინსპირაცია რეალურად ამ ფანჯრის იყო არქიტექტორი Hundert Wasser-ი, რომელიც აბსოლუტურად ანგრევს ყველანაირ სტანდარტს და ამბობს, რომ როგორც სახლს შეიძლება კონდეს სხვადასხვა ხედი გარედან, შიგნიდან გარეთ, ასევე ფანჯარას აქვს უფლება გამოიყურებოდეს განსხვავებულად და არც ერთი ფანჯარა პლუს პოეზიაში გზავნილიც არის საერთოდ გახსნის სივრცის რა. ასე რომ ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურული დეტალი, არსებობს ფანჯარაში. ნამდვილად იდეალურად გაგვთ შემსმენელსაც ეხმარებით ალბათ, რომ ეს ახალი ფანჯრები აღმოაჩინოს და ბევრი აღმოჩენა გააკეთოს. კლიპის პრემიერაც იგეგმება, ხო? ესე ვთქვათ, ძალიან მალე თან უკვე ძალიან მალე ხა როგორ არის, იცით, ჩვენი დრამია და აი ამ სიმღერაში არის უნდარნიკიც და ბასიც და ბასხელით კივა ძალიან და ამიტომ გადაიწია ამ პრემიერამ, თორე კლიპი უკვე ფაქტიურად ფერების კორექციას ვაკეთებთ ახლა და გადაიღო უკვე სალომე საღარაძემ და მეგობრმა, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ. რომელ სიმღერაზე? Color of the Sun. Color of the Sun. ნამდვილად ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, ჩემგან უნდა ვაღიარო, ნამდვილად ძალიან გამორჩეული არის. და აი წარმომიდგენია აი თქვენი რეპეტიციები და თქვენი ერთად მუშაობა. შენ წერ ძირითადად სიმღერებს. აი როგორი არის, აი თუნდაც აი ტექსტებიც, აი აზრთა განსხვავებაც ალბათ არის, ან რაღაცას ემთხვევა ხოლმე აზრთა განსხვავება არის, რა თქმა უნდა და ეს ძალიან კარგია და ბუნებრივია. პროცესი არის ხანდახან ძალიან სასიამოვნო, ხანდახან ძალიან ნერვიული, მაგრამ რა თქმა უნდა ბოლოს და ბოლოს ვახწევთ იმას, რაც გვინდა. შედეგის სახეზე არის. და რაც შეეხება ალბომს ეს ვიცით და კიდე რა გეგმებები გაქვთ საომარი? ნუ კლიპის პრეზენტაცია რა თქმა უნდა არის, კიდევ გვაქვს დაგეგმილი მეორე კლიპი გვინდა გადავიღოთ და არის კიდევ პროექტი. ხო, სავარაუდოდ რომ კი, რა თქმა უნდა არის. და არის კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა შარშან, არ ვიცი, წესით არიგით აი ამ წელს უნდა მოხერხდეს ეს ყველაფერი. ხო, ანუ იშხნელების იუბილე ალბათ გაკეთდება, არ ვიცი ახლა. არ მინდა ზუსტად ისე ვთქვა, რომ ზუსტად ესე თანამდებობებით იმედია რომ გაკეთდება. იმედია ხო ყოველ შემთხვევაში არ ვიცი და აი ამისთვისაც ვემზადებით ცალკე, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული პროექტია, მსურველია საქართველოსთვის ესე ვიცი. რაიმე კონცერტი ახლო მომავალში ხომ არის გეგმება? ახლო მომავალში აი ზუსტად რაც გითხარით, ჯერჯერობით ვუკრავთ რაღაც სივრცეები გვაქვს არჩეული, აი ამ წელს უკვე რაც დავიწყეთ იყო ქონდა პირიმზე შესაღამო, ქონდა ამ ქარში, კიდევ გეგმავთ ამ ქარში ერთ საღამოს, იმიტომ რომ როცა ამ ქარში უნდა ამ ქარში. ჩემ მეგობრებს ხარი მოხვალ ამ ქარშიც მოვალ და იმ ქარშიც მოვალ. ხო და ძალიან მომწონს თქვენი ფანჯარა და თუ შემოვახედებთ ჩვენ მსმენელსაც და მაყურებელსაც ჩვენ ფანჯარაში კარგი. კიდევ ერთი ბატონო. კიდევ ერთი სიმღერას შეგესრულეთ. ვრთებით შემოგახედებთ. ამ სიმღერას ქვია Wings. Wings მოგისმენთ, მივბაძავთ მეგობარს და ამ ქარშიც და იმ ქარშიც, მაგრამ სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება, კარგია რომ კიდე ერთხელ შეასრულებთ. და წარმატებები. Scoopy the Window. გთხოვთ.
ძალიან მომეწონა ბოლო აღმოსავლური ინტონაცია. აი ეს არის მეც ვთვლი რომ აი ესე იგი წარმატებები მინდა გისურვოთ. ჩვენი ეთერით ერთგვარი ფანჯარაა და დარწმუნებული ვარ ხშირად შემოფრინდებით ხოლმე ჩვენ ფანჯარაში და ჩვენც თქვენ ფანჯრებში ხშირად ვიქნებით თქვენს კონცერტებზე. წარმატებებს გისურვებთ და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. კიდევ ერთხელ ჯგუფი The Window წარმატებები, ბევრი სცენის დაპყრობა. ჩვენ შევისვენებთ ცოტა ხნით და დავბრუნდებით.